გამარჯობა, მოგესალმებით ყველას, მე ორბეიქა პატურაშვილი, ეს არის Redline. აი ეს კი არის რუსეთის ომის ბიუჯეტი, რომელიც იწვის პირდაპირ გაგებით. ტუაფსეს ნავთობ ბაზაზე, სადაც ეს კადრებია გადაღებული, მხოლოდ ბოლო 1 თვის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ 4 მძლავრი ტალღა უკრაინული შორსმოქმედი დრონებით განხორციელებული დარტყმების, რაც ნიშნავს მილიონობით დოლარის ზარალს რუსეთის ეკონომიკისთვის, რაც ნიშნავს მათი სამხედრო შესაძლებლობების შესუსტებას და სწორედ ეს არის უკრაინელების მიზანიც, როდესაც გეგმავენ და ახორციელებენ ამგვარ იერიშებს. და უნდა ითქვას, რომ ბოლო პერიოდში ამას აკეთებენ უფრო მეტად ინტენსიურად, უფრო მეტად ზუსტად და ეფექტურად, ფაქტის სახეზეა, ისინი ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევენ მოწინააღმდეგეს და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ამგვარ შეტევებს ახორციელებენ უფრო და უფრო მეტი მანძილის დაშორებით რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან. ისინი ხსნიან ახალ რეკორდებს. ამ შემთხვევაში თქვენ ხედავთ ტუაფსეს ნავთობ ბაზას, თუმცა ამავე ვიდეოში მე ვისაუბრებ და გაჩვენებთ რა ხდება პერმის შემთხვევაში, სადაც ასევე განხორციელდა დარტყმები. მათ შორის ახლაც, როდესაც წერ ვიდეოს, იქ ისევ არ ჩაუქრიათ ცეცხლი, ისევე როგორც ტუაფსეს შემთხვევაში და სულ ბოლო ინფორმაცია, რაც ვნახე, დრონების ახალი პარტია არის გაშვებული უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის სხვადასხვა ოლქის მიმართულებით და არ არის გამორიცხული, რომ ახალი ფეიერვერკებიც წამოგვეწიოს გზადაგზა. მოკლედ, დარტყმები არის ძალიან ეფექტური და ძალიან შემაშფოთებელი რუსეთისთვის. რუსეთის ხელისუფლებისთვის პერმი მდებარეობს 1500 კილომეტრის დაშორებით რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან, თუმცა კიდევ ერთი რეკორდი, რომლის შესახებაც დღეს გახდა სწორედ ცნობილი, ეხება 1700 კილომეტრის მოშორებით განხორციელებულ დარტყმას, ამ შემთხვევაში არა ნავთობ ობიექტზე, თუმცა არა ნაკლებ მნიშვნელოვან სამიზნეზე. ჩელიაბინსკში მდებარე ერთ-ერთ ავიაბაზაზე განადგურებული არის ან მნიშვნელოვნად დაზიანებულია 3 რუსული სამხედრო საფრენი აპარატი, მათ შორის მეხუთე თაობის ავიაგამანადგურებლები. ამ ყველაფერს გაჩვენებთ, ამაზე ვისაუბრებ, ასევე ვიდეოს ბოლო ნაწილში მიმოხილვა მექნება რუკის, სადაც ვნახავთ თუ რა შეიცვალა ბოლო 1 თვის განმავლობაში ფრონტის ხაზზე, როგორი იყო აპრილის თვე რუსეთის საოკუპაციო ჯარისთვის, რომელმაც დააანონსა საგაზაფხულო კამპანია, თუმცა ჯერჯერობით ვერაფერს ვერ გვთავაზობს განსაკუთრებულს. მთლიანობაში ბოლო 4 თვის განმავლობაში უკრაინელებმა უფრო მეტი ტერიტორია დაიკავეს და გაათავისუფლეს ოკუპაციისგან, ვიდრე თავად რუსებმა შეძლეს დამატებით ტერიტორიების ოკუპაცია. ეს არის კიდევ ერთი ნაწილი, ასევე არ უნდა გამორჩეს იმის დაანონსება, თუ რატომ მოახდინეს კორექტირება 9 მაისთან დაკავშირებული გეგმების. პუტინს ეშინია ფაქტია უკრაინული შორსმოქმედი დრონების, ამიტომაც მას ჰქონდა მცდელობა, რომ უკრაინასთან მიეღწია დროებითი ერთდღიანი ზავისთვის სწორედ 9 მაისის ღონისძიებებთან დაკავშირებით, რაზეც მიიღო უარი უკვე და შესაბამისად მიღებულია გადაწყვეტილება, რომ 9 მაისის ღონისძიებები წითელ მოედანზე ჩაივლის სამხედრო ტექნიკის გარეშე, რაც ფაქტია, რომ პუტინისთვის არის უკვე დამამცირებელი შემდგარი ამბავი. მოკლედ, თუ ეს თემები თქვენთვის მნიშვნელოვანია და საინტერესო, უყურეთ ვიდეოს აუცილებლად ბოლომდე. თუ მოგეწონებათ, დაალაიქეთ, დატოვეთ კომენტარებში თქვენი მოსაზრებები და თუ არხის გამომწერი ამ დრომდე არ ხართ, გამოიწერეთ. ამის გაკეთება აბსოლუტურად უფასოა და მარტივად შეგიძლიათ. Subscribe-ის ღილაკს დააჭირეთ, ჩართეთ ზარის მონიშნა იმისთვის, რომ შემდეგში, როდესაც ახალ ვიდეოებს ავტვირთავ, მოგივიდეთ შეტყობინება. მე კი გავაგრძელებ ტუაფსეზე საუბარს, როგორც თქვი, 4 ტალღა განხორციელდა შეტევების და ეს არის ბოლო მათგანის შედეგის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა. 1 მაისით არის დათარიღებული, როგორც ხედავთ, ჩანს ხანძარი, რომელიც ამ დრომდე არ ჩამქრალა და აქვე შემიძლია შემოგთავაზოთ ინფორმაცია ინტენსივობის და ინტერვალების შესახებ, თუ როდის და როგორ დაარტყეს უშუალოდ ამ ნავთობ ობიექტს. ესე იგი, პირველი დარტყმა, პირველი ტალღა 16 აპრილიდან იწყება, თუმცა უნდა ვთქვა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ტუაფსე ამოიღეს შემთხვევაში ამ აპრილის თვეში, ასე ვთქვათ და მაისის თვეში უკვე. გასულ წელს აგვისტოდან დაიწყო აქტიური კამპანია უკრაინამ, რომ დაეზიანებინა რუსეთის ენერგო სისტემა და მათი ნავთობის ექსპორტის შესაძლებლობები და მაშინაც რამდენი
რამდენჯერმე დაარტყეს ტუაფსეს და მაშინაც დაზიანდა რამდენიმე რეზერვუარი და აი ამ მაშინ დაწყებული საქმის გაგრძელება მიმდინარეობს ახლა. 16 აპრილს დაიწყო ეს ახალი სერია, ასე ვთქვათ, პირველი ტალღა დარტყმების. 19 აპრილს ჩააქრეს ცეცხლი, ანუ 3 დღის განმავლობაში იწოდა და ცეცხლის ჩაქრობიდან 1 დღის შემდეგ 20 აპრილს მეორე ტალღა დაიწყო შეტევების დრონებით და ისევ 20-დან 24 აპრილამდე ამ შემთხვევაში უფრო დიდი ხანძარი იყო და დიდ ხანს აკრობდნენ როგორც ჩანს და 28 აპრილს 4 დღის პაუზის შემდეგ ცეცხლის ჩაქრობიდან წამოვიდა მესამე ტალღა იერიშის 30 აპრილს ჩააქრეს ის ცეცხლი და აი უკვე 1 მაისს ჩვენ ვნახეთ მეოთხე ტალღა აი ამ შეტევების და აი ამ პოსტის ავტორი ასეთ რამეს წერს რომ გაგრძელება იქნება და გაგრძელება როგორც ჩანს უკვე არის, იმიტომ რომ ახლაც მიფრინავენ დრონები და ვნახოთ რა მოხდება. ერთ-ერთი მიმართულება არის სწორედ ტუაფსე. აი აქ ჩვენ გვაქვს უკვე კონკრეტული ციფრები ეფექტის შესახებ, ეკონომიკური ეფექტის შესახებ, ზარალის შესახებ, რომელიც დათვალა, ასე ვთქვათ, Bloomberg-მა და აქ საუბარია იმაზე, რომ მხოლოდ აპრილის თვეში უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე 21 წარმატებული დარტყმა, ზუსტი დარტყმა განახორციელა უშუალოდ ნავთობ ობიექტებზე. აქ იგულისხმება როგორც გადამამუშავებელი ქარხნები, ასევე იგულისხმება უშუალოდ შემნახველი ობიექტები, ასე ვთქვათ, ნავთობ რეზერვუარები, ნავთობ ბაზები. ცალკე არის მოყვანილი რაოდენობა ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნების შემთხვევაში და ნათქვამია, რომ 9 ასეთ ობიექტს დაარტყეს აპრილის თვეში და ეს ყველაფერი აისახა წარმოების მოცულობაზე. 4.79 მილიონ ბარელამდე შემცირდა საერთო მოცულობა ნავთობ გადამუშავების ამ პერიოდის განმავლობაში რუსეთში, რაც არის 2009 წლის დეკემბრის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი. შემდეგ გვაქვს ჩვენ უკვე მასალა, რომელიც ასახავს პერმის ნავთობ ბაზაზე მიტანილ იერიშს. აქ ჩვენ ვხედავთ როგორ იწევს რეზერვუარი, არაერთი რეზერვუარი, კადრში აღიქმება რომ გარშემო კიდევ არის ცეცხლი. თუმცა უნდა ითქვას, რომ მხოლოდ ნავთობ რეზერვუარები არ დაიწვა პერმში და არ იწვის, აქვე არის დაზიანება ნავთობ გადამამუშავებელი სექტორის შემთხვევაშიც გადამქაჩი სადგურების დაზიანებაზე იყო მათ შორის საუბარი. ეს არის ერთ-ერთი კადრი, სადაც ასევე მასშტაბი კარგად აღიქმება, ოდნავ მოშორებული ტერიტორიიდან გადაღებული მასალა არის, რომელიც ასევე სოციალურ ქსელში გავრცელდა და აი ეს კადრი აჩვენებს სწორედ იმას, რაზეც ახლა მოგახსენეთ, რომ ამ ობიექტზე სხვადასხვა დანიშნულების სექტორები დაზიანდა. დასაწყისში თქვენ ხედავთ კადრს, სადაც არის ეს გადამამუშავებელი სექტორი და შემდეგ უწყვეტი კადრით გადადის ოდნავ მოშორებულ ზონაზე. ეს რაკურსი იცვლება და ვხედავთ, რომ იქ დაკვამლიანება არის რეზერვუარები, სადაც იწვის იმ ტერიტორიაზე. მოკლედ ასეთი ამბავი არის პერმში, სადაც არაერთი დარტყმა განხორციელდა გასული დღეების განმავლობაში. ესაც პერმის დაზიანებას ასახავს და აქ დეტალები არის გარკვეული მოყვანილი, რომელიც უშუალოდ ინფრასტრუქტურის დაზიანებაზე მიანიშნებს და აქვე ნათქვამია, რომ ეს დაზიანებები არ არის მარტივად აღმოსაფხრელი. საქმე იმაში არ არის, რომ მხოლოდ გარკვეული რეზერვუარი დაიწვა, ეს სისტემები არ არის იაფფასიანი და მათი აღდგენაც გარკვეულ დროს უკავშირდება, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს საწარმო კონკრეტულად გარკვეული დროის განმავლობაში ვეღარ შეძლებს ფუნქციონირებას, მინიმუმ ძალიან შემცირდება მისი ეფექტური მუშაობა და მისი მოცულობა. მე თქვენ დასაწყისში არ მახსოვს გითხარით თუ არა, რომ საკმაოდ გაოცებულები არიან ადგილობრივი მცხოვრებლები პერმში, სადაც უკრაინის ომი ძალიან შორიდან ჩანს, 1500 კილომეტრი არის დაშორება. ახლა გთავაზობთ ერთ-ერთი ადგილობრივის რეაქციას, რომელიც თან იღებს აი ამ კადრს ერთ-ერთი ბოლო შეტევის დროს და თან სვამს კითხვებს, არ იცის უბრალოდ რა გააკეთოს. ნახოთ ეს მასალა. აქ მოწოდება ისმის, რომ ფანჯრებს მოშორდით. Очень непонятно, куда бежать, надо, не надо бежать, короче. Ничего не понятно. То ли учебная тревога, то ли что, то колокола звенят, то сирена.
Где бомбоубежище? Говорят, у нас на подземной парковке в доме. Надо, не надо. Распаковала свои противогазы. 3 года прибежали на балкон, нужно забыть. მოკლედ როგორც დაპირდნენ უკრაინელები ამ თავის დანაპირებს ასრულებენ იმისთვის რომ რუსეთის მოსახლეობამ გაიაზროს რა ხდება ამ ეგრეთ წოდებული სპეცოპერაციის სპეციალური სამხედრო ოპერაციის შედეგად საჭირო არის რომ მათთან ახლოს მივიდეს ომი და ამას აკეთებენ ძალიან დიდ სიღრმეში უკვე რუსეთის ტერიტორიაზე და ამის ნათელი მაგალითი იყო სწორედ ის ვიდეო რომელიც გაჩვენეთ ხალხი თანდათან ხვდება ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით რომ რაღაც რიგზე ვერ არის მათი ეკონომიკა ინგრევა მათი სამუშაო ადგილები მცირდება ფასები პროდუქტებზე იზრდება ცაში დაფრინავენ დრონები და გარშემო იწვის სამხედრო თუ ეკონომიკური ობიექტები აი ასეთია ახლა რეალობა რომელშიც გამორკვევის პროცესში არიან ჯერ კიდევ რუსეთის სხვადასხვა ოლქებში მცხოვრები ადგილობრივი მოქალაქეები აქ ჩვენ ასევე გვაქვს სატელიტური ფოტოები რომელიც ამ შემთხვევაში ტუაპსეს შემთხვევაში დაზიანების მასშტაბს აჩვენებს ეს არის დარტყმებამდე გადაღებული სატელიტური ფოტო ეს არის დარტყმის შემდეგ გადაღებული სატელიტური ფოტო ეს წითელი მონიშნები ნიშნავს რომ ეს რეზერვუარები განადგურებული არის და დამწვარია ეს ყვითელი მონიშნები ნიშნავს რომ აქ ცეცხლი ჯერ კიდევ არის ამ მომენტში როდესაც ეს ფოტოა გადაღებული და მწვანე მონიშნა ნიშნავს რომ რისკის ქვეშ არის ეს დამატებით ორი რეზერვუარიც ან უკვე ნაწილობრივ არის მასზეც გადასული ხანძარი. ვნახოთ რა მოხდება ამ სატელიტურ ფოტოებზე უკვე ახალი დარტყმების შემდეგ, რომელიც გზაში არის და როგორ შეიცვლება მოცემულობა. ეს არის უკვე პერმი და აქაც სატელიტური დაკვირვება გვაქვს. თავდაპირველად ხედავთ, რომ ყველა რეზერვუარი თეთრად იკითხება, ასე ვთქვათ, რაც ნიშნავს, რომ არ არის დაზიანებული და ეს უკვე არის დარტყმის შემდეგი სურათი. აქ ცეცხლის ალშია ერთი მთლიანად გახვეული, ასევე მეორე კერა ჩანს აქვე ხანძრის, ამის დიაგონალზე კი ვერ აღიქმება პრინციპში რა მდგომარეობა არის თუ არა იქითაც ხანძრის კერა. ნებისმიერ შემთხვევაში ფაქტია რომ ზარალი არის საკმაოდ დიდი. ეს კიდევ ერთი კადრია, რომელიც ასევე ტუაპსეს ასახავს ამ შემთხვევაში. ბევრი ასეთი მასალა ვრცელდება სხვადასხვა დღეებში გადაღებული, ამის შესაძლებლობა იყო გასული კვირების განმავლობაში. ერთ-ერთია მათ შორის, რომელიც შევარჩიე რომ მეჩვენებინა, იმიტომ რომ აქ ძალიან კარგად ჩანს ასევე მასშტაბი და შესაბამისად აღიქმება თუ რა ოდენობის ზარალზე არის ამ შემთხვევაში საუბარი, ესაც ტუაპსე 28 აპრილის მასალა და ამ შემთხვევაში მეხანძრეების მუშაობა ჩანს იმ ნაწილში, რომელიც სადაც ცეცხლი ჩააქრეს და კიდევ მიდის სამუშაო, თუმცა 28 აპრილის შემდეგ კიდევ ერთი დარტყმა, როგორც ვიცით, განხორციელდა. არა, პრინციპში აქ ჩამქრალი ჯერ არ არის, პრინციპში მხოლოდ ნაწილობრივ არის და დანარჩენზე მიმდინარეობს მუშაობა. ესეთი საინტერესო ვიდეო მასალა გვაქვს. თავად რუსი მეხანძრეების მიერ გადაღებული, რომელსაც საქმე ჯერ კიდევ ბევრი რჩებათ. აქაც გადაღებულია დაზიანებული რეზერვუარები ამ კადრებში, სწორედ ეს ამბავი ჩანს. ნახოთ ეს მასალაც. ნახეთ რა დღეშია ეს რეზერვუარები. კიდევ ხო საინტერესოა რომ გვერდით მდებარე შენობაც გვარიანად იყო დაზიანებული აი ამ საჰაერო იერიშების ფონზე. კი ბატონო. გავაგრძელოთ, წავიდეთ წინ, შემდეგ რა გვაქვს. ხო, ეს არის უკვე ომის შემსწავლელი ინსტიტუტის მიერ მომზადებული შემაჯამებელი ინფორმაცია აპრილის თვესთან დაკავშირებით, სადაც ნათქვამია თუ რა ტიპის დარტყმები და რამდენი განხორციელდა უკრაინის მხრიდან რუსეთის ტერიტორიაზე, 18 დარტყმა ნავთობ ობიექტებზე, 41 დარტყმა სამხედრო ობიექტებზე. აქვე ნათქვამია, რომ ეს დარტყმები უფრო და უფრო ეფექტური და ხარისხიანია დაზიანების თვალსაზრისით და იზრდება მანძილიც სამიზნეებთან, რაც უკვე აღვნიშნე პრინციპში და აქვე საინტერესო სტატისტიკა, რომელიც ომის შემსწავლელი ინსტიტუტს მოყავს ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე დაყრდნობით. აქ ნათქვამია, რომ 29 აპრილის მონაცემებით პრიმორსკის ნავთობ ობიექტზე ლენინგრადის ოლქში განხორციელებული დარტყმების შედეგად 13% არის შემცირებული
ნავთობწარმოების თუ ექსპორტის მაჩვენებელი, რაც შეეხება ნოვოროსისკის პორტს, კრასნოდარის მხარეში 38%-ით არის შემცირებული წარმოება და ექსპორტი, ასევე უსტ-ლუგა, ეს არის უკვე ლენინგრადის ოლქი, აქ შემცირებული არის 43%-ით. ეს მაჩვენებლები, რაც უბრალოდ ფაქტებია და ყველაფერზე მეტყველებს. ძალიან დიდი ეფექტი აქვს ამ დარტყმებს და ეს არის ფაქტი. თუმცა დარტყმებს იღებს უკრაინაც, ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი ბოლო იერიში, რომელიც განხორციელდა დნეპროპეტროვსკის ოლქში, დასახლებულ ზონაში დაეცა შაჰიდის ტიპის დრონი. ვნახოთ ეს კადრი, უშუალოდ დაშვების მომენტი ჩანს აქ. მოგვიანებით ამ დარტყმას და სხვა იერიშებსაც გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დავის განცხადებაში, სადაც დართული არის ასევე ვიდეო მასალა. ეს ვიდეო მასალა, სადაც შედეგები ჩანს, დაზარალებული ხალხი, დაზიანებული შენობები, სამაშველო ოპერაციები. ამბობს, რომ 7 ადამიანი დაშავდა დნეპროპეტროვსკში, სწორედ იმ შეტევის შედეგად, რომელიც გაჩვენეთ და ისინი არიან გადაყვანილი საავადმყოფოებში, 5 დაშავდა და ჰოსპიტალიზებული არის ოდესაში, 2 ადამიანი არის კრიტიკულ სიტუაციაშიო. ამბობს, 1 ადამიანი დაშავდა ხარკოვის რეგიონში მიტანილი იერიშის შედეგად და მთლიანობაში ათეულობით არის ასეთი ფაქტი, მხოლოდ ერთ დღეში განხორციელებული იერიშების შედეგად. ანუ რუსეთი აგრძელებს იგივეს პრინციპში, რასაც აკეთებდა. თითქმის ყოველდღიურად ჩვენ ხედავთ ინფორმაციას, რომ მინიმუმ 100, ზოგ შემთხვევაში 200, 300, 400 საჰაერო სამიზნეც არის გაშვებული უკრაინის ქალაქების და სოფლების მიმართულებით და ტრადიციულად მათი სამიზნე არის ძირითადად სამოქალაქო ობიექტები, როგორც ჩანს და ეს ახალი ამბავი არ არის. ჩვენ გამოვიარეთ ამ ხრივ, ნახეთ ზამთარი, რა ხდებოდა, რუსეთი მიზანმიმართულად ურტყამდა ენერგოობიექტებს იმისთვის, რომ მოქალაქეებისთვის მაქსიმალური წნეხი შეექმნა, შესაბამისად გაზრდილი იყო პოლიტიკური ზეწოლა ხელისუფლებაზე, გამტყდარი იყო უკრაინელი ხალხი, თუმცა მათ გადალახეს ეს მძიმე ზამთარიც და ახლა შედარებით უფრო მეტად მოტივირებული არიან ამის შესახებ, მათ შორის ბოლო სიტყვაში, ბოლო ეპიზოდში, რომელიც სხვა პროექტში გქონდა, ჩვენი კოლეგა ია მეურმიშვილი საუბრობდა, ის იყო ცოტა ხნის წინ კიევში და შეგიძლიათ ნახოთ ეგ ეპიზოდი ბოლო სიტყვაზე, სადაც უკრაინაში არსებულ განწყობებზე და ბევრ კიდევ სხვა მნიშვნელოვან თემაზე ვისაუბრეთ, აქვე დაანონსებაც გამომივიდა. კი ბატონო. გავაგრძელოთ. ჩვენ ვისაუბრეთ პირდაპირ დარტყმებზე, თუმცა ამ შემთხვევაში კიდევ ერთი მხარე არ უნდა გამოხრჩეს, რომელიც ტვირთად აწევს რუსეთის ეკონომიკას. ეს არის სანქციები და ეს არის უკრაინის პარტნიორების ქმედებები შიგა და შიგ, არც ისე ხშირად, უფრო სასურველი იქნება თუ ხშირად ვნახავთ ამგვარ კადრებს და ამგვარ ინფორმაციებს, თუმცა ამ შემთხვევაში გამოირჩა შვედეთი, საფრანგეთს ჰქონდა რამდენიმე ასეთი ოპერაცია, ასევე ბრიტანელებს ჰქონდათ რამდენიმე ასეთი ოპერაცია ბოლო პერიოდის განმავლობაში. ამ შემთხვევაში შვედებმა ჩატარებული ამ ოპერაციით დააკავეს რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის კიდევ ერთი სატვირთო გემი, რომლის ტვირთის კონფისკაცია განხორციელდა ოფიციალური მონაცემებით. და მივადექით ძალიან საინტერესო ახალ ამბავს, რომელიც თავშიც დავაანონსე, ახალი რეკორდი 1700 კილომეტრის მოშორებით რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან დაიბომბა შაგოლის სახელობის ავიაბაზა. ჩელიაბინსკის ტერიტორიაზე განადგურებული არის, ესე იგი, 2 Su-47 ტიპის მეხუთე თაობის ავიაგამანადგურებელი და 1 Su-34 ტიპის სამხედრო გამანადგურებელი. სწორედ აი ამ თვითმფრინავების კადრები არის ამ ვიდეო კოლაჟში ნაჩვენები. ნახოთ, წარმოდგენა შეგექმნათ უკეთესად თუ რა ტიპის სამხედრო შესაძლებლობების განადგურებაზე საუბარი. და აქ უკვე ჩვენ გვაქვს სატელიტური ფოტო. 17 აპრილის ფოტო, სადაც ჩანს ამ თვითმფრინავების განთავსების კონკრეტული ადგილები, Su-34 აქ, Su-47 აი აქ, 2 ცალი როგორც ხედავთ და
აქ უკვე 26 აპრილის მონაცემი, ეს ამბავი დღეს გახდა ცნობილი, თუმცა როგორც ჩანს, შედარებით ადრე ჩატარდა ოპერაცია, 26 აპრილით არის დათარღებული ეს სატელიტური ფოტო, რაც ნიშნავს, რომ მინიმუმ 25-ში ჩატარდა ეს ოპერაცია და აქ ჩანს ის ადგილი კონკრეტულად, სადაც 257 იდგა და მათ ადგილას შავი ლაქები არის დარჩენილი. აქ კი არის Su-34-ის განთავსების ადგილი, სადაც გაზრდილი მასშტაბის ფოტოზე ასევე ჩანს დაზიანება. სერიოზული მონაგარი უკრაინის სამხედრო ძალებისთვის და კიდევ ერთი წარმატებული ოპერაცია, რომელიც ასევე ეხება რუსეთის სამხედრო ავიაციის შესაძლებლობების შემცირებას, მათი საფრენი აპარატების განადგურებას, ამ შემთხვევაში 150 კილომეტრის მოშორებით უკრაინის საზღვრიდან. ეს არის ვორონეჟის ოლქი, სადაც Mi-28 და Mi-17 ტიპის დამრტყმელი ვერტმფრენების განადგურება მოხდა. ნახოთ ეს ვიდეო მასალა. სადაზვერვო დრონების და უშუალოდ დამრტყმელი დრონების მოქმედება არის სასახული მათ მიერვე გადაღებული კადრები, რომელიც ოფიციალურად გაავრცელა უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ. აქვე ფოტო დასაბუთება აღქმისთვის თუ რა ტიპის საფრენ აპარატებზე არის საუბარი. ეს არის Mi-17, რომელსაც პირდაპირ ესე ცენტრში დაარტყეს. აქ ძალიან საინტერესო ამბავია, რომ ამ მომენტში დაარტყმის მომენტში ჩანს, რომ აქ ტექნიკური პერსონალიც არის, რომელიც ამ დარტყმას ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გადაურჩებოდა. როგორც ჩანს, მხოლოდ ტექნიკის განადგურება არ მოყოლია ამ ამბავს და ესაც Mi-28 დამრტყმელი ვერტმფრენი, რომელიც ასევე განადგურდა. აი ამ საფრენ აპარატზე არის საუბარი, ეს არის მოქმედებაში გადაღებული კადრები, ეს კი როდესაც იდგა და აქაც ხედავთ, რომ აქ ტექნიკური პერსონალია, რომელიც შენიშნა, როგორც ჩანს, დრონის მოახლოვება და ცდილობს გაქცევას. აი ამ კადრით თუ იმშელებთ, მან მოახერხა გაქცევა და გადარჩა. სხვა საკითხია, სხვა ვინმეც იყო თუ არა ადგილზე. კიდევ ერთი წარმატებული ოპერაცია ამ მიმართულებით. მე არ მახსოვს თავში ვახსენე თუ არა, თუმცა უკრაინის თავდაცვის ძალები განაგრძობენ სხვადასხვა ტიპის სამხედრო ობიექტების განადგურებას, როგორც საჰაერო საფრთხეების თვალსაზრისით, ასევე საზღვაო ფლოტი, რუსეთის საზღვაო ფლოტი ისევ არის უკრაინელების სამიზნე. ეს კადრები გადაღებული არის ქერჩის ხიდთან ახლოს, როგორც ამ ინფორმაციის აღწერაში იყო ნათქვამი და უკრაინული წყალზედა დრონების სამიზნე იყო რუსული საპატრულო კატარღები. ეს არ იყო დიდი ხომალდები, მცირე ზომის ხომალდებზე არის საუბარი, რომელიც შეაწუხეს და საუბარი იყო, რომ რამდენიმე მათგანი დააზიანეს კიდევაც, თუმცა ზღვაზე რადგან შევაჩერეთ საუბარი, უნდა ვთქვათ, რომ გასული თვის განმავლობაში მათ ან უკრაინელებს საინტერესო შედეგები ჰქონდათ. რამდენიმე ხომალდი შავი ზღვის ფლოტის, მინიმუმ 5 ხომალდი, არ მინდა რომ არაზუსტი ინფორმაცია მოგაწოდოთ, მაგრამ მინიმუმ ნამდვილად მახსოვს, რომ 5 საზღვაო ხომალდი დააზიანეს მნიშვნელოვნად ან სრულად გაანადგურეს სწორედ გასული ერთი თვის განმავლობაში, რაც ასევე დამეთანხმებით, რომ სერიოზული შედეგია. მოკლედ, აპრილის თვე უკრაინელებს ჰქონდათ ძალიან წარმატებული რუსეთის როგორც ეკონომიკური, ასევე სამხედრო ობიექტების განადგურების თვალსაზრისით. მათი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე აი ამ მთელ ჩამონათვალში არის რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემები, მათი რადარები, მათი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები და ეს კადრები სწორედ ამ ტიპის სამიზნეებზე განხორციელებულ იერიშს ასახავს. 28 აპრილით არის ეს კადრები დათარიღებული, სადაც ჩანს ერთ-ერთი სარადარო სისტემის განადგურება. აი აქ დრონის მიფრენის მომენტი არის და როგორც შემდგომ გავრცელდა ცნობები, ეს დარტყმა იყო აბსოლუტურად წარმატებული. ეს ყველაფერი ხდება
ყირიმის ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე რადიოლოკაციური სისტემა არის განადგურებული ამ შემთხვევაში. აქ ჩვენ გვაქვს ასევე სამხედრო ტექნიკის განადგურების სამსახველი კადრები რუსეთის ტერიტორიაზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკრაინის მიწებზე უშუალოდ დრონების შორიმოქმედების დრონების გამოყენებით. სხვადასხვა ტიპის სამხედრო ტექნიკის განადგურებას ხედავთ ამ შემთხვევაშიც. აქაც გვაქვს ანალოგიური კოლაჟი, სადაც ხედავთ სარადარო სისტემების და სხვადასხვა სპეციალური ტექნიკის განადგურების ამსახველ კადრებს. აი აქ არის მათ შორის ჩამონათვალი, მათ შორის Thor M2, რომელიც განადგურეს. სხვადასხვა დასახელების სარადარო სისტემები. აქ აღწერაშიც გვაქვს შესაბამისი ინფორმაცია დატანილი. ვნახოთ, ესაც არის აპრილის ბოლოს ჩატარებული ოპერაციები 29 რიცხვით არის დათარიღებული ეს კონკრეტული დარტყმები. ეს საინტერესო დაკეთებენ ამ ვიდეო მასალებს. ამ დრონების კადრებში გარჩევა რთულია თუ რაზე არის საუბარი, შესაბამისად ხან გრაფიკული გამოსახულება გვაქვს, ხან გვაქვს უშუალოდ კადრი, რომელიც ასახავს კონკრეტულად რა გაანადგურდა და რა ღირებულება აქვს ამ ყველაფერს. აი აქ ამ კადრს თუ დააკვირდებით, მოქმედებაში არის მაგალითად ეს კასტას ტიპის სარადარო სისტემა. აი ეს კი უკვე მოცემული სხვა დროს გადაღებული ფოტომასალა. უკეთესი აღქმისთვის. მშვენიერია, კი, ასე უნდა მუშაობდნენ, ნამდვილად აქ რა გვაქვს. ხო, ეს ის კადრია პრინციპში, რომელიც გაჩვენეთ, ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ცოცხალი ძალის განთავსების ადგილზე დარტყმები. ხო, მოკლედ. გასაგებია, დროს ნამდვილად არ კარგავენ და ძალიან გაზრდილი არის ეფექტურობა. ეს არის ცალსახა, ძალიან გაზრდილი არის დარტყმების სიხშირე და ეფექტურობა, რაც პირდაპირ კავშირში არის უკრაინული სამხედრო სისტემების წარმოების ტემპთან. საერთაშორისო მხარდაჭერის, მათ შორის ევროკავშირიდან გამოყოფილი თანხების მობილიზების ფონზე ახლა ერთ-ერთი კარგი დიდი და ბოლო ამბავი არის 90 მილიარდიანი სესხის დამტკიცების საკითხი ბოლო გადაწყდა როგორც იცით და ეს კიდევ უფრო კარგად აისახება ახლო მომავალში ალბათ უკრაინის სამხედრო ინდუსტრიაზე, რომელიც ნამდვილად რაღაცა სხვა განვითარების ლეველზე არის გასული. ვერავინ ვერ წარმოიდგენდა, რომ უკრაინის შეერაღებული ძალები, მათი თავდაცვის სისტემა, მათი თავდაცვის ინდუსტრია მთლიანად იქნებოდა აი ასეთი შესაძლებლობების მქონე, როგორიც არის დღეს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან 4 წელზე მეტის გასვლის შემდეგ და ამას პირველ რიგში ვერ წარმოიდგენდნენ რუსები, ამას პირველ რიგში აშკარაა, რომ არასწორი გათვლა გააკეთეს მათ, პუტინის გათვლები არ გამართლდა და ახლა ის არის ერთგვარ ჩიხში. მას უწევს, რომ ომი გააგრძელოს, მაგრამ შედეგებს ვერ დებს და უწევს ამ ყველაფრის შეფუთვა. როგორღაც, მაგრამ ყველაფრის შეფუთვა საბოლოოდ შესაძლებელი არ არის და ბოლო გადაწყვეტილებები აჩვენებს იმას, რომ პუტინს სულ უფრო და უფრო უმძიმს ახლა საკუთარი შეცდომების წარმატებად გასაღება. შეუძლებელია სხვა სახელი დავარქვათ, თუნდაც აი ამ გადაწყვეტილებას, რომელიც უკავშირდება 9 მაისის აღლუმს, გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ აღლუმს, რომელსაც ისე პომპეზურად ვეღარ ჩაიბარებს პუტინი, როგორც ამას აქამდე აკეთებდა. უკვე მიღებულია და ოფიციალურად დადასტურებულია ცნობები იმ გადაწყვეტილების შესახებ, რომ 9 მაისს წითელ მოედანზე ტანკები, რაკეტების გამოფენა და სხვა სათამაშოები არ იქნება, იმიტომ რომ ეს ყველაფერი უკავშირდება უსაფრთხოებას. იმ ფონზე, რომ 1500 და 1700 კილომეტრის მოშორებით უკრაინელები ახერხებენ წარმატებული ზუსტი დარტყმები განახორციელონ სამხედრო თუ კომერციულ და ენერგო ობიექტებზე, არც ის არის გამორიცხული, რომ წითელი მოედანი მაგალითად 9 მაისს გახდეს სამიზნე.
ლეგიტიმური სამიზნე ცხადია ომში მყოფი ქვეყნისთვის, რომელიც რუსეთის აგრესიას უძლებს უკვე 4 წელიწადზე მეტია. შესაბამისად, პუტინმა მისთვის მძიმე და მტკივნეული გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც მის რეპუტაციას მხოლოდ და მხოლოდ ასუსტებს, ამცირებს და სხვათა შორის ეს ყველაფერი პუტინის რეიტინგზეც აისახება. ერთ-ერთ ბოლო ინფორმაციას, რასაც გავეცანი, მარტის თვეში პუტინის რეიტინგი 70%-ზე მეტი იყო და ახლა არის დაახლოებით 65%, რაც ასევე საგულისხმოა, რომ გაბერილია თავისთავად ეს მაჩვენებელი, როდესაც წარმოიდგინეთ, რომ რუსეთში ადამიანს ეკითხებიან მოწონს თუ არა რუსეთის პოლიტიკა და უჭერს თუ არა პუტინს მხარს, დიდი ალბათობით ის სულაც რომ არ ეთანხმებოდეს ამას, სულ პასუხებს კი, იმიტომ რომ თქვას რომ არ მოწონს, შეიძლება სულაც ციხეში ამოყოს თავი, ან რამე დაემართოს მის საქმეს, ან პირად ცხოვრებას, არ ვიცით. შესაბამისად ეს მაჩვენებელი გაბერილია, შესაძლოა გაცილებით ნაკლებია რეალური, შესაძლოა კი არა ლოგიკურია, რომ გაცილებით ნაკლები არის პუტინის მხარდაჭერა რუსეთში, უბრალოდ რეჟიმს ჯერჯერობით უჭირავს ხალხი და ვნახოთ სადამდე გაქაჩავს აი ამ პირობებში, როდესაც მათ თავზე ინგრევათ პირდაპირ გაგებით ეკონომიკა და სულ უფრო და უფრო უჭერთ მარწუხები განსაკუთრებით უკრაინელების აი ამ ეფექტური სანქციების, ანუ დრონებით დარტყმების გათვალისწინებით. კარგი, ბოლო ეტაპზე, როგორც თქვით და დაგკვირდით, უნდა გადავხედოთ რა ხდება ფრონტის ხაზზე, რა შეიცვალა აპრილის განმავლობაში, განსაკუთრებული აქცენტი რუსეთის საოკუპაციო ჯარს კვლავ ჰქონდა დონეცკის ოლქის მიმართულებით, თუმცა დიდი ბევრი ვერაფერი შედეგი ვერ დადეს. ახლა მთავარი შეტევის მიმართულება არის კონსტანტინივკა, მას შემდეგ რაც როგორც იქნა გასულ წელს დაიკავეს პოკროვსკი და მირნოგრადი, მთავარი აქცენტი ახლა კონსტანტინივკაზეა გადატანილი, სადაც დიდი ალბათობით კიდევ დიდი ხნის განმავლობაში იბუქსავებენ რუსები, ყოველ შემთხვევაში აპრილის თვეში მათ დიდი ბევრი განსაკუთრებული წინსვლა ვერ აჩვენეს. ძალიან სწრაფად ახლა უკან გადავალ, აქ არის 30 აპრილის ბოლო განახლება ამ რუკაზე, როგორც ხედავთ, დააკვირდით, ჩავალ ახლა მე მარტის ბოლომდე და შეხედეთ ცვლილებას. ესე გავყვეთ. აი ეს არის 31 მარტი. ასეთი ვითარება იყო. და 30 აპრილი. არაფერი განსაკუთრებული, ფლანგებიდან ცდილობენ რომ შეავიწროვონ უკრაინელთა პოზიციები კონსტანტინივკას გარშემო, თუმცა ნაცრისფერი ზონა არის აქ ქალაქის სამხრეთ აღმოსავლეთით, გარკვეულ დასახლებულ ზონაში, მაგრამ ჯერჯერობით ახლოსაც არ არიან რუსები იმასთან, რომ კონსტანტინივკა დაიკავონ და აქ როგორც თქვი, კიდევ დიდი ხნის განმავლობაში მოუწევთ მათ უსარგებლო მსხვერპლის გაღება, იმიტომ რომ მთელი რეიტინგებია უკრაინის თავდაცვის ძალებში, სხვადასხვა დანაყოფებს შორის მიდის დიდი კონკურენცია, ვინ რამდენ სამხედროს გაანადგურებს ბრძოლის ველზე. ბოლო თვეების განმავლობაში სტაბილურად 30,000-ზე მეტი, 30,000 ან მეტი დაფიქსირდა 35,000 მოწინააღმდეგის განეიტრალების შემთხვევაც. აქ საუბარი არის როგორც დაღუპულებზე, ასევე ბრძოლას გამოთიშულებზე ან დაზიანებულებზე. კარგით, ნახოთ ახლა ზაპოროჟიეს მიმართულებით რა ხდებოდა, სადაც გასული თვეების განმავლობაში უკრაინელებმა გაცილებით უკეთესი შედეგი დადეს რეალურად. აი ეს ნაცრისფერი ზონა, რომელსაც ხედავთ თითქმის სრულად აი ამ მიმართულებაზე, არის მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა აქ წამოიწყეს არაერთი მიმართულებით კონტრშეტევები და უკან დაახევინეს ბევრგან მოწინააღმდეგეს. ვნახოთ აი აპრილის თვეში აქ რა შეიცვალა. დააკვირდით. პატარა ცვლილება გვაქვს აი აქ ულაეპოლესთან, ხო? ბატონო, ეს პატარა შეტევის მიმართულება, რომელიც წინ წაწიეს 22-23 აპრილისთვის 21-ში ასეთი მოცემულობა იყო. ჩავიდეთ კიდევ უკან. აი მანამდე 14-15-ისთვის ასევე პატარა წინსვლა აჩვენეს. აი ეს.
და სულ ეს არის. აქ პირიქით, ანუ აი აპრილის დასაწყისში, აი აქ მაგალითად დააკვირდით ეს შეტევის მიმართულება და აქეთ კიდევ პირიქით. აქ უკრაინელების კონტ შეტევა ჯერ კიდევ აქტიური იყო და უკან დაახევინეს. აი ეს არის ზაპოროჟიეს მიმართულებაზე მოკლედ რუსების ერთი თვის შედეგი. დონეცკი გაჩვენეთ. აქ კუპიანსკი, ხარკოვის ოლქი ვნახოთ ახლა. კუპიანსკი, სადიდანაც გახსოვთ ალბათ ცნობილი კადრები ზელენსკის, როდესაც რუსეთის გენშტაბი აცხადებდა და პუტინს აჯერებდა, რომ კუპიანსკი მათი კონტროლის ქვეშ იყო, ზელენსკი ჩავიდა და სელფი ვიდეო გადაიღო, თქვა, რომ კუპიანსკი ჩვენი კონტროლის ქვეშ არისო, მას შემდეგ აქ პატარა ჯგუფი რჩება ალყაში მოქცეული. რუსები ახლა ცდილობენ, რომ რაღაცნაირად მიუახლოვდნენ კუპიანსკს, მაგრამ ეს მიზანი ჯერ ძალიან შორს ჩანს მათი შეტევის ტემპებს თუ გავითვალისწინებთ. ახლა ვნახოთ აი 30 აპრილიდან უკან გავყვები და მივხვდებით რაზე არის საუბარი. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში აი აქ გვაქვს კუპიანსკის სამხრეთით გარკვეული შეტევის გაფართოების ცდილობები, როგორც ხედავთ. მანამდე იყო სამხრეთითაც ჩავიდეთ. ბატონო, აი 31 მარტი გამოვყვეთ ახლა აქ კუპიანსკის აღმოსავლეთით წინ წაწევა გვაქვს პატარაზე, შემდეგ გვაქვს უკვე კიდევ გაფართოება, აი მინდვრების დაკავება და წინსვლის მცდელობა, კიდევ გაფართოება აქ და საბოლოოდ ეს ბოლო ერთი კვირა რაც ვახსენე უკვე. ხო, მცდელობა აქვს, როგორც ჩანს, რომ აი ეს ზონა, რომელიც მანამდე დაკავებული ჰქონდათ, მაგრამ საბოლოოდ, როგორც ხედავთ, უკრაინელებმა გაწმინდეს ეს ტერიტორიები, ხელახლა დაიკავონ და მიუახლოვდნენ კუპიანსკს, მაგრამ ეს არ იქნება მარტივი ამოცანა ნამდვილად მათთვის. გარკვეული ცვლილებები გასული ერთი თვის განმავლობაში დაფიქსირდა სუმის მიმართულებით, აქ საინტერესოდ ვითარდება პროცესი და არ უნდა გამოგრჩეს მხედველობიდან. აი აქ სუმის მიმართულებაზე, სუმის ჩრდილოეთით იყო ძირითადი ეს საბრძოლო სექტორი, ასე ვთქვათ, და ბოლო პერიოდში აქ დამატებით წითელი და ნაცრისფერი მონიშნები გაჩნდა სუმიდან აღმოსავლეთით და სამხრეთ აღმოსავლეთით. ახლა შეგახედებთ დინამიკაში ეს ყველაფერი როგორ გამოიყურება. გადავიდეთ. ნახეთ. ეს არის მარტის ბოლო. და მარტის ბოლოდან აქ როგორც ჩრდილოეთით, ასევე აღმოსავლეთით, სამხრეთ აღმოსავლეთით გარკვეული წინსვლა აქვთ რუსებს. დიდი ბევრი, რა თქმა უნდა, არაფერი. ხო, ნუ საბოლოოდ აი ეს სურათი მივიღეთ. მაგრამ რაღაცნაირად რჩება შთაბეჭდილება, რომ ისინი ცდილობენ, რომ მხოლოდ ერთი მიმართულებიდან არ ქონდეთ შეტევის ხაზი, ასე ვთქვათ, და ნუ აქ სხვა მიმართულებებიც შექმნან. რაღაცნაირად ექნებათ ალბათ მცდელობა, რომ ეს ახლოს მდებარე დასახლებებამდე მიაღწიონ და სუმს უკვე არა მხოლოდ ჩრდილოეთიდან, ასევე აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდანაც შეუტიონ. თუმცა ნუ აქ ჯერ ძალიან შორს არის ეს ყველაფერი დამოკიდებული არის იმაზე, თუ რამდენად ექნებათ მათ ამის შესაძლებლობები, რამდენად ეფექტურად იმუშავებს მათი მომარაგების ჯაჭვები და ასე შემდეგ. ბოლოს ვიდრე დაგემშვიდობებით შეჯამების სახით ვიტყვი იმას, რომ პროცესები, რომელსაც თვალს ვადევნებთ, განსაკუთრებით გასული ერთი თვის განმავლობაში გარკვეული ოპტიმიზმის საფუძველს ნამდვილად იძლევა. უკრაინამ გამოიარა უმძიმესი ზამთარი, ალბათ მთელი ამ ომის განმავლობაში ყველაზე მძიმე, მათ მოქალაქეებს ძალიან უჭირდათ. პირდაპირ გაგებით იყინებოდნენ, იმიტომ რომ ინტენსიურად იბომბებოდა ენერგოობიექტები, თუმცა მათ ეს ზამთარი გაიარეს. საგაზაფხულო კამპანიაში რუსები ვერაფერს ვერ გვთავაზობენ, მათ ვერც ერთი გარღვევა ჯერჯერობით ვერ გვაჩვენეს ფრონტზე. გარდა ამისა ვხედავთ, რომ რუსეთის სიღრმეში აქტიურად ბომბავს უკრაინა მათ ენერგო თუ ეკონომიკურ ინფრასტრუქტურას და სამხედრო ობიექტებს. რუსეთში ეკონომიკა ნამდვილად არ ყვავის. პრობლემების სახეზეა, კვარტალური მონაცემებით ზრდა საერთოდ არ ფიქსირდება. Reuters ჰქონდა ამაზე ვრცელი სტატია 2 დღის წინ, სადაც ნათქვამი იყო, რომ
-0.3 არის პირიქით, არანაირი ზრდა არ ქონია პირველ კვარტალში, ანუ იანვრიდან აპრილის ჩათვლით ამ პერიოდში რუსეთის ეკონომიკას, მიუხედავად იმისა, რომ მათ მოულოდნელი შემოსავლები მიიღეს ნავთობის გაყიდვებით, მას შემდეგ რაც ირანში დაიწყო ეს ჰორმუზის სრუტის კრიზისი. ამის მიუხედავად დაახლოებით დღეში 150 მილიონი დოლარის შემოსავალზე არის საუბარი, ეს კალკულაცია გაკეთებული არის ყოველდღიურად აი ამ თანხის მიღების მიუხედავად უკრაინამ ამ შორი მოქმედების დრონების დარტყმებით ეს შემოსავალი დააბალანსა და პირიქით ზარალად უქცია რუსეთის ეკონომიკას მთლიანობაში, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი არის. და ეს დინამიკა გრძელდება, რუსეთის ეკონომიკა ვერ იზრდება, მათ სერიოზული პრობლემები აქვთ, რისი აღიარებაც გარკვეული დოზით ხანდახან უწევს პუტინს, მის ერთ-ერთ საჯარო ბოლო გამოსვლაში მან ახსენა, რომ რაღაც აუცილებლად უნდა გაკეთდეს ეკონომიკის გამოჯანსაღებისთვის, ასევე ხალხის დასამშვიდებლად ისაც თქვა, რომ ეს დროებითია და რუსეთი მუდმივია და ამას ჩვენ ყველაფერს გადავლახავთო, მაგრამ ხალხში თანდათან უფრო იზრდება ფაქტია უკმაყოფილება და ამ უკმაყოფილებას ვერ ახშობს ვერც ის, რომ რუსეთი ხელისუფლება ცდილობს, რომ ჩაახშოს კომუნიკაციები, გათიშოს ინტერნეტი, სოციალური ქსელები და ასე შემდეგ. ბევრი ძალიან დიდი ინტერესით ელოდება, რა მოხდება რუსეთის შიგნით, საზოგადოებაში რა შეიცვლება, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ მათი ყოფითი ცხოვრება უარესდება, ფასები იზრდება, ეკონომიკა ცუდ დღეშია, სამუშაო ადგილები მცირდება და ერთადერთი ესეთი არჩევანი რუს ახალგაზრდას იმისთვის, რომ შემოსავალი მიიღოს, შეთავაზება აქვს, რომ წავიდეს არმიაში. ჩაეწეროს, გააფორმოს კონტრაქტი და შემდეგ უკვე სიკვდილზე წავიდეს უკრაინის ფრონტზე, სადაც მათთვის უამრავი FPV თუ სხვა ტიპის დრონი არის გამზადებული. ნახოთ მოკლედ რა იქნება, მე ნამდვილად ოპტიმისტურად ვარ ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში განწყობილი და ბევრი მიზეზი არსებობს ამისთვის, როგორც სამხედრო, ასევე ეკონომიკური თუ პოლიტიკური თვალსაზრისით, რაც მიანიშნებს, რომ უკრაინას ახლა გარკვეული კარტები აქვს და პუტინის კარტები მცირდება. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, დალაიქეთ ვიდეო თუ მოგეწონათ, დატოვეთ კომენტარებში თქვენი მოსაზრებები, გამოიწერეთ თუ არ ხართ არხის გამომწერები და თუ უფრო მეტის გაკეთება გსურთ ამ პროექტის განვითარებისთვის, ჩაერთეთ დონაციაში. ყველა საჭირო მონაცემი არის ვიდეოს აღწერაში. მადლობა ყურადღებისთვის კიდევ ერთხელ და ელოდეთ შემდეგ ეპიზოდს. ნახვამდის.